გამარჯობათ, თქვენ უყურებთ დღის ამბებს 4-ზე, მე ვარ ჟურნალისტი თიანა ტრაპაიძე. ჩვენ დღეს სამ თემაზე ვისაუბრებთ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებებზე ჩვენი სტუმარი იქნება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. საკრებულოსა და მერიის ურთიერთობაზე ვისაუბრებთ საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატთან ალეკო ელისაშვილთან და ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებს შევაფასებთ გადაცემის ბოლოს ილია ვერძაძესთან. ის აჭარის საკრებულოს ფრაქცია აჭარის უმაღლეს საბჭოში საკრებულოს ფრაქცია მაჟორიტარის თავმჯდომარეა. საუბარს ვიწყებთ ალეკო ელისაშვილთან, მანამდე მოკლედ მოგიყვებით თბილისის საკრებულოს ოპოზიცია თბილისის მერიასთან ურთიერთობის საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა. საკრებულოს ოპოზიცია ამბობს, რომ დიპლომატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სავარაუდო კორუფციული გარიგების შესახებ, რომელიც მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის ძმისთვის მერიის მიერ 1 მილიონამდე ღირებულების ქონების გადაცემას ეხება. ოპოზიციამ დიპლომატებს თბილისის მერის ნარმანიას შესახებაც უამბო. მათი თქმით, ნარმანია არ ყოფს კანონს, არ მიდის საკრებულოში და ცდილობს კონკრეტული ცვლილებები დედაქალაქის ბიუჯეტში ისე განახორციელოს, რომ საკრებულოს თანხმობა საჭირო აღარ გახდეს. ალეკო ელისაშვილთან ვიწყებთ საუბარს. ალეკო, გამარჯობა. მაინტერესებს, რატომ იყო საჭირო დიპლომატიური კორპუსის შემოყვანა, ასე ვთქვათ, სიტუაციაში, მათი ჩართვა, რა ინფორმაცია მიაწოდეთ თქვენ კონკრეტულად აი ამ კონკრეტული кейსის შესახებ, რომელზეც სხვათა შორის არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნაც არსებობს, ამის შესახებაც კითხავთ თქვენ საუბრის პარალელურად. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დღეს ჩვენ შევხვდით საელჩოების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დეტალურად ველაპარაკეთ იმის შესახებ, თუ რატომ ფიქრობთ, რომ აქ იყო კორუფცია. ეს არის საკითხი სხვათა შორის, რომელმაც საკრებულოში ოპოზიცია გააერთიანა, იმიტომ რომ იცით, რომ არის ნაციონალური მოძრაობის წევრები, მათგან გამოყოფილი ევროპული საქართველოს ხალხი, რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი, ორი დამოუკიდებელი დეპუტატი ვარ და გაგვაერთიანა, იმიტომ რომ ეს არის ერთმნიშვნელოვანი კორუფციული ფაქტი. ჩვენ მანამდე შევხვდით არასამთავრობო ეს არის თქვენი დაკვირვებით ერთმნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სხვა ეს ვთქვათ ხელშესახები დასკვნა ამის შესახებ არ გაქვთ, ხო? ჩვენ დასკვნებისთვის მივმართეთ, როგორ უნდა გაირკვეს ტყვანი და მართალი, ხომ? დოკუმენტები პირდაპირ ყვირიან, რომ ეს არის კორუფციული ფაქტი, მაგრამ უნდა გამოიძიოს პროკურატურამ. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას და ერთი თვე არც კი დაურეკავთ ჩვენთვის, ჩვენ კოლექტიური განცხადება შევიტანეთ პროკურატურაში და არც კი შევხმიანებიან. შევიტანეთ აუდიტის სამსახურში მერიის და ერთი თვის განმავლობაში ველოდებით ჩვენ, დაახლოებით 2 კვირაში ველოდებით დასკვნას. რომ აუდიტისა და შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურმა ეს დასკვნა დაწეროს. ჩვენ შევხვდით არასამთავრობო ორგანიზაციებს, შევხვდით დღეს საელჩოების წარმომადგენლებს, სხვა რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც თან როგორ ჩაიხლართა ეს ისტორია, ნახეთ, ერთ ძალიან მძიმე დანაშაულს, როდესაც მილიონი ჯიბიდან ამოგვიღეს და ერთ კონკრეტულ ადამიანს მისცეს, ნაზღაიძის მას, მოსამართლის მას. ამას მე გაგრძელება მოყვა კიდევ უფრო მეტი უკანონობის. მერი არ მოვიდა, თანამშრომლები მერიის არ გამოუშვა, არადა პირდაპირ რეგლამენტში წერია საკრებულოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი გვეუბნება, თვითმმართველობის კოდექსი გვეუბნება, რომ როდესაც ერთი ფრაქციაც იბარებს მერის მოადგილესთან მაღალჩინოსნებს, აუცილებლად დათქმულ დროს უნდა მოვიდნენ. ეს დაარღვიეს და ამას მთელი შლეიფი დაამატა ნარმანიამ, გამოვიდა და თქვა, რომ კანონში კი წერიაო, რომ უნდა მივიდნენ, მაგრამ მე მივიღე პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩემი თანამშრომლები პოლიტიკურ შოუში მონაწილეობისთვის არ გაუშვიო. წარმოგიდგენიათ რა თქვა? აი მერიის და საკრებულოს ურთიერთობაზეც კითხავთ, ალეკო, მე მინდა არასამთავრობო ორგანიზაციები ვახსენე. თქვენ ალბათ იცით ერთი თვის წინ დაახლოებით გავრცელებული განცხადება, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საუბარია სწორედ აი ამ მიწის გადაცემის შესახებ, ობიექტურ დამკვირვებელს არ მისცემს საფუძველს მტკიცებით ფორმაში დაასკვნას, რომ ნატა ნაზღაიძის ოჯახის მიერ სტიქიის შედეგად დაზარალებული ნაკვეთის საკომპენსაციოდ მილიონ ლარამდე თანხა ქთამის სახით იქნა მიღებული და რა არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ამას ხელს. თქვენ გქონდათ ამ არასამთავრობოებთან კომუნიკაცია, ხომ არ შეიცვალეს მათ პოზიცია და აი ამაზე რა სიტყვით, იმიტომ რომ როცა ფორმალური დასკვნა არ არსებობს, სხვა ყველაფერი ალბათ არის პოლიტიკური პოზიცია, ან თქვენი თქვათ თვალებიო ის დოკუმენტებიო გველაპარაკებიანო და ეხლა თქვათ კიდევ რა გაქვთ ხელში? გარდა იმისა, რომ დოკუმენტები თავად ლაპარაკობენ. დოკუმენტები გვაქვს პირდაპირ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არის, ყველაფერი ეს გადაყიდვა, გადმოყიდვა იქ არის დაფიქსირებული. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნას,
მე არაერთხელ თქვი და ახაც ვამბობ დღევანდელ შეხვედრაზე თქვი რომ ეს დასკვნა იყო ნაჩქარევი და ძალიან ზერელი და მე ძალიან გული დამწყდა რომ ჩემთვის პატივსაცემი ორგანიზაციები ძალიან პატივსაცემი ორგანიზაციები აწერდნენ ამას ხელს მე ვფიქრობ რომ რაღაც გაუგებრობასთან მქონდა ჩვენ საქმე ჩვენ ამ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ შევხვდით სამწუხაროდ ისე მოხდა რომ მანამდე ისინი არ დაკონტაქტებიან და არ ვიცოდეთ თუ ეს დასკვნა ამ დასკვნას ამზადებდნენ და კარგი იქნებოდა რომ მანამდე შევხვედროდნენ ისინი ჩვენ და ჩვენი პოზიცია და არგუმენტები მოესმინათ და ჩვენ შემდეგ უამრავი დოკუმენტი მივაწოდეთ მანდ და მე დარწმუნებული ვარ რომ ისინი პოზიცია შეიცვლიან. აქვე არის ჩემთვის საყურადღებო და ალბათ ბევრისთვის რომ ყველასთვის ძალიან პატივსაცემი ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ ხელმომწერებს არ შეერთებია და მე ველოდები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისგან პოზიციის დაფიქსირებას ამასთან დაკავშირებით ვინაიდან ჩვენ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან რომ გავმართეთ სულხან სალაძე არაჩვეულებრივი იურისტი ესწრებოდა შეხვედრას და არ ვიცი მე მაქვს მოლოდინი ყოველ შემთხვევაში მე პირადად ერთი ადამიანი ველოდები რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ საკითხს გვერდს არაულის და თავის პოზიციას დააფიქსირებს. ანუ თქვენ პროკურატურაში მიმდინარე პროცესის პარალელურად ელოდებით არაფერი პროცესი პროკურატურაში არ მიმდინარეობს. არაფერი პროცესი არ მიმდინარეობს. ერთი კვირის წინ 15-მა დეპუტატმა ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას შევიტანეთ, ჩემი ხელით შევიტანე პროკურატურაში ეს განცხადება და ჩამი ჩუმი არის მის იქიდან. საერთოდ ყურს არ იბერტყავენ, არაფერი პროცესი იქ არ მიდის. ერთ-ერთ ჩვენ ველოდებით შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დასკვნას, იმიტომ რომ მანამდე იყო აბესაძე დაბარებული დეპუტატი პროკურატურაში. აბესაძემ თავისთვის შეიტანა. ჩვენ საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შევიტანეთ და ჩვენ ჩვენსას ველოდებით. ახლა აბესაძე როგორ დაკითხეს და რანაირად გამოკითხეს, ეს სხვა ამბავია, მაგრამ ჩვენგან ცხადებაზე ველოდებით რეაგირებას, თუმცა ახლა პროკურატურისგან არაფერი არ მიგვირს, ალბათ ნახეთ რომ რამდენიმე დღის წინ მე და დავით ზურაბიშვილს თბილისის პროკურატურასთან აქციაც ჰქონდა ხეები მოჭრეს, ხეები ელემენტარული ხა ამის გარკვევა და იმის ჩახლართული სქემის გამოვლენა კი არა, ხეები მოჭრეს ყაზბეგის 22 ნომერში 17 აგვისტოს 2016 წლის და ზუსტად 7 თვე გავიდა. აი დღეს ზუსტად 7 თვე შესრულდა და ვერ გაარკვიეს ძალიან მარტივი რამ, ვითომ ვერ გაარკვიეს, რომ ხეები ხმელი იყო თუ საღი, ხო აი ძალიან მარტივია 45 უზარმაზარი ხე მოჭრეს და ჩვენთან პროკურატურა გასაგებია, ხო თუ დაავალებენ რომ გამოიძიოს, გამოიძიებს, თუ არ დაავალებენ არ გამოიძიებს. ალეკო, ასე შეკითხვა მაქვს დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს ურთიერთობას როგორ შეაფასებდით? ჩვენ მოგვისმენია კი განცხადებები, რომ მათ მერიის მხრიდან რომ მათ არ უნდათ პოლიტიკურ შოუში მონაწილეობა. ანუ ისინი არ ღვევენ რეგლამენტს, რაღაც შეთანხმებულ წესებს ურთიერთობის, ანუ როგორია მერი როგორც ანგარიშვალდებული ფიგურა საკრებულოს წინაშე, როგორ გამოიყურება ის? გააძველბიჭეს ახლა ნარმანია, ხო, იცით ახლა ნარმანია რომ არნაირ ძველი ბიჭი არ არის. რაღაც ძველ ბიჭს არ გავს მაინც. იცით როგორი განცხადება არის, ეხა აი მხედრიონის დროს რო იყო რომ კანონზე მაღლა იდგნენ ავტომატიანი ტიპები და არანაირი კანონი არ მოქმედებდა ქვეყანაში და ვისაც უფრო გრძელი ავტომატი ეკიდა. ავტომატი აქვს ნარმანიას? ნარმანია გამოვიდა და ამოიღეთ მისი განცხადება რომ ჩემი დავალებით მერიის თანამშრომლები არ წავიდნენ საკრებულოში პოლიტიკურ შოუში მონაწილეობის მისაღებად. პოლიტიკური შოუ კი არა, კანონი ითვალისწინებს ზოგადი ადმინისტრაციული კანონი, თვითმმართველობის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, თვითმმართველობის კოდექსი, საკრებულოს რეგლამენტში პირდაპირ ძალიან მკაფიოდაა გაწერილი, რომ ერთი ფრაქციას თუ ითხოვს უნდა მივიდეს და 5 ფრაქცია და 2 დამოუკიდებელი დეპუტატი ვითხოვდით. შესაბამისად ეს რას ნიშნავს? იცით რომ კანონზე მაღლა დგება ნარმანია? იცით როგორ აი ციხეში რო ხალხი ზის, რატომ ზის? იმიტომ რომ რაღაცა დააშავეს. ანუ სამართლებრივად რო თქვა რაღაც კანონი დაარღვიეს, ხო? და ის კანონში რო წერია რომ ეს შეიძლება, ეს არ შეიძლება და რო არ შეიძლება ჩაიდენ, მერე გიჭერენ ციხეში და მიდიხარ სხვა მუხლის გამო, ხო? და როდესაც ნარმანია გამოდის და იძახის რომ კანონში კი წერია, მაგრამ მე მივიღე გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს იმას რომ კანონი დაარღვია. ანუ იმას ნიშნავს რომ ის არის დამნაშავე და შესაბამისად ის უნდა ციხეში წავიდეს, ხო? ესა ძალიან მარტივი ამბავი. რას ქვია, რომელი ძველი ბიჭი და მხედრიონელი მყავს, ეხა ნარმანია. და თუ მაგ დროში დავბრუნდით, ესეც გითხრას კიდე ქართულმა ოცნებამ და სადარბაზოს ის ვერ გძნობს თავს საკრებულოს წინაშე, როგორც ანგარიშვალდებული ფიგურა ზოგადად ამომრჩევლების წინაშე და ის თქვით უპატივცემულობით გამოირჩევა საკრებულოს წინაშე. ეს აქ პატივისცემაზე და სიყვარულზე და კაცობაზე და მეობაზე და ჩახუტებაზე ჩვენ არ ვლაპარაკობთ. კანონით იმართება ეს ქვეყანა.
ყოველ შემთხვევაში უნდა იმართებოდეს კანონებით და წესებითი უნდა იმართებოდეს საკრებულოში ჩვენ რაღაც შებორიალებულები კი არა ვარ და იგ დედებმა და მამებმა კი არ მიგვიყვანეს და აგერ ცოტა ხანი დედიკო დაჯექი და 1-3 წელი აქ იმუშავე ჩვენ აგვირჩიეს ჩვენ გვაქვს ლეგიტიმაცია კონსტიტუციით და კანონებით არის განსაზღვრული რა უფლებამოსილება აქვს საკრებულოს რა უფლებამოსილება აქვს მერიას სად არის ანგარიშვალდებულება სად გადის ეს ზღვარი სად არა ყველაფერი არის გაწერილი ამ დროს ერთი ტიპი რო გამოდის და იძახის რომ მე არ მაინტერესებს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულება და იქ შოუა და ასე შემდეგ იცი რა სულ რომ მასკარადი და შოუ მოვაწყოთ მაინც ვალდებულია კანონის მიხედვით რომ მოვიდეს და ეს უკვე ეხა ჩვენი ამბავია რომ ჩვენ ეხა ტაკი მასხარები ვარ თუ სერიოზული დეპუტატები სხვა ამბავი არის ხო და რას დავახვედრებთ ალეკო კითხებითაც მაგვინდოდა სოციალურ ქსელში Facebook-ზე TV პირველის გვერდზე სადაც ჩვენი გადაცემის ლაივი მიმდინარეობს ერთ-ერთი მომხმარებელი ასე შეკითხვას სვამს ნაციონალებს ყველა ვარიანტში აწყობთ ალბათ იგულისხმება ეს აი ამ კონკრეტულ кейსზე საუბარი რომელზეც ჩვენ დავიწყეთ გადაცემის დასაწყისში საუბარი, მაგრამ საინტერესოა საერთო რა გაქვთ მაგათთან ბატონო ალეკო და მე ვთქვათ გამიჩნდა სურვილი რომ თქვენ ამ მომხმარებელს ჩვენს მაყურებელს უპასუხოთ. საერთო ის გვაქვს რომ ერთად ვხედავთ საკრებულოში. აი ეს გვაქვს საერთო, ასე გადაწყვიტა ამ მომრჩეველმა ქართული ოცნებისგან და ქართული ოცნების ამომრჩევლებისგან განსხვავებით, ჩემთვის ნაციონალური მოძრაობა აქტუალური არ არის 2012 წლის 1 ოქტომბრიდან. აღარ არის საინტერესო ჩემთვის ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა. გესმით, იმიტომ რომ ჩავაბარეთ წარსულს და ჩემთვის მართლა წარსულს ჩაბარდა. და მე ვფიქრობდი 2012 წლიდან რომ გამოსწორებაზე, წინსვლაზე უნდა და ქვეყნის წინწაყვანაზე უნდა გვეზრუნა და გვეფიქრა ერთად. მაგრამ ქართული ოცნებას და მისი ძალიან გულანთებული მხარდამჭერები ჩარჩნენ 2012 წლამდე სიტუაციაში და ხანდახან გონია რომ დღემდე გონიათ რომ ნაციონალური მოძრაობაა ხელისუფლება. შესაბამისად, მე საერთო მხოლოდ ის მაქვს რომ საკრებულოში ერთად ვხედავთ და ეს არის ამორჩევლის გადაწყვეტილება, ვინაიდან მათ ნაციონალურ მოძრაობას ხარი დაუჭირეს გარკვეულწილად და ისინი აღმოჩნდნენ შესაბამისად საკრებულოში. მაგრამ ასეთი უტრირება არის ძალიან არასერიოზი. საერთო რა გაქვთ ნაციონალებს შეეკარი. კორუფცია, როგორც სააკაშვილის დროს იყო მიუღებელი, ისი არის ახლა ქართული ოცნების დროს და ივანიშვილის დროსაც მიუღებელი და ნარმანიას დროსაც. მე გეთახმები, ალეკო, ეს ძალიან მოდურია თუ ხელისუფლებას აკრიტიკებ, მეც კი მომისმენია ჩემ თავზე იმ წუთას უჩნდებათ ესეთი კონტრარგუმენტი, რომ აი შენ ნაციონალი ხომ არ გახდი, ეს არის ძალიან მოდური არგუმენტი. როგორ მზეთ უნახავ ბიჭებს, იცით? როგორ მზეთ უნახავ გოგო ბიჭებს, იცით, რომ ნაციონალების დროს იმინდა ფარდის უკან რო იყვნენ დამალულები და ჩირგვებში თავი რო ქონდა ჩარგულები ხმას რო ვერ იღებდნენ ხმას აი ეს მზეთ უნახავები იყვნენ და იმის რა ქვია ფერიფური მისდიოდათ იმ სააკაშვილის გამოჩენაზე და მართლა ვინც ხმას ვიღებდით და ვაპროტესტებდით ეხა ესენი ეს უტიფრად მოგვიტრიალდნენ ეს მზეთ უნახავები და მე საყვედურებან რომ საყვედურობენ კი პარლამენტის თავმჯდომარემ საერთოდ სად იყო 2012 წლამდე ელისაშვილი მე რო იყო ჭექაკუხილი მქონდა დაყენებული ნაციონალების წინააღმდეგო ჩვენ ყველა ვიცით ესეთი აქტიური ადამიანები ვინსად იყვნენ დიდი მადლობა ალეკო ელისაშვილს. აქ იყო სინდისი არის და ნამუსი არის რომ კორუფცია და დანაშაული როგორც იყო მიუღებელი, ისე არის ახლაც მიუღებელი. კორუფციაში ჩართული ნარმანია იქნება თუ გიგი უგულავა, ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთია. და ნაციონალებს მე მაშინ იმიტომ კი არ ვაკრიტიკებ და სააკაშვილს რომ მათი აღნაგობა არ მომწენდა და მიმოხრა. იმიტომ რომ დანაშაული და კანონის დარღვევა იყო აღმაშფოთებელი, მაშინაც და ორჯერ უფრო აღმაშფოთებელი ახლა არის, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება მოვიდა იმაზე ჯუჯღუნით და წუწუნით, ვითომ რომ აი ვაიმე ასე იყო ისე იყო და ეხლა რომ გაფაშფაშდნენ ეხა სულ დაავიწყდათ ყველაფერი და უკვე ნარმანიაც კი გაძველბიჭდა და უკვე გვიხსნის რომ იცი ისეთი მაგარი ბიჭი რომ შევეცდებით რომ თბილისის მერი მოვიყვანოთ სტუდიაში და ნახოთ თქვენი სიტყვები რეალურია თუ არა ძველბიჭურად გამოიყურება თუ არა ის კანონზე მაღლა ვინც დგება ის არის უკვე ძველი ბიჭი გასაგებია დიდი მადლობა ალეკო ელისაშვილს თანამდებობებზე არ არის ეს არის 2-2-4 ის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატია და დღეს შეხვედრა ქონდა სხვა პოლიტიკურ ეს თქო ოპოზიციასთან ერთად საკრებულოს ოპოზიციასთან ერთად დიპლომატიურ კორპუსთან. ახლა კი სიახლეების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ოჯახების შემოსავლის მიხედვით გახდება ხელმისაწვდომი ან მიუწვდომელი. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო სხვადასხვა შემოსავლის მქონე მოქალაქეებს განსხვავებულად დაუფინანსებს ჯანდაცვის სერვისებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეები რამდენიმე ჯგუფად დაიყო. პირველი 5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები, სოციალურად დაუცველები, სულ 1,700,000.
მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, ეს მეორე ჯგუფია მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40,000 ლარზე მეტია, მათი რაოდენობა სულ 32,000-ია. საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40,000 ლარს, მათი რაოდენობა 300,000-ია. 70,000-დან 100,000 სარეიტინგო ქულამდე მქონე მოქალაქეები, სულ 102,000 მოქალაქეა და მოზარდები 6-დან 18 წლამდე. მათი რაოდენობა 503,000-ია. დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები, ყოველთვიურად 900 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები და თვით დასაქმებულები. აი ამ ჯგუფებთან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ასე ჩამოყალიბდა. მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები ვეღარ მიიღებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო სერვისებს, საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს გადაუდებელი მომსახურება 100%-ის ნაცვლად 90% დაუფინანსდებათ, გეგმიური სტაციონარი 1000 ლარზე დაფინანსდება 70%-ით, მათ უნარჩუნდებათ ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამები, არ ეძლევათ პრივილეგია ისარგებლონ კერძო სადაზღვევო პაკეტით, დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეებსა და მოზარდებს ურგენტული ამბულატორია 100%-ის ნაცვლად დაუფინანსდებათ 50%-ით. მოკლედ, ყველაფერს ახლა არ მოგიყვებით, უკვე დავიწყებთ საუბარს დავით სერგეენკოსთან, ჯანდაცვის მინისტრია ჩვენთან სტუმრად. ბატონ დავით, გამარჯობა, მადლობა რომ თქვენ TV პირველის მაყურებელს პირადად აუხსნით აი ამ სიახლეებს. მე ვცადე რამდენიმე ინფორმაცია მიმეწოდებინა მათთვის. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, საყოველთაო ჯანდაცვა, ესე იქნება ეს პროგრამა დასათაურებული აი ამ ცვლილებების შემდეგაც? მოგესალმებით, მინდა აღნიშნოთ, თქვენ უკვე შესანიშნავად ახსენეთ ძირითადი პარამეტრები, მე ალბათ უფრო დამატებებს და უფრო ზოგადმოცემულობას ვეთქვი. პირველი პასუხი თქვენ კითხვაზე, დიახ, საყოველთაო ჯანდაცვა რჩება საყოველთაოდ. დაზუსტება 2013 წელს, როდესაც დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვა, იქ იყო გამიჯვნა, კი არა, ესეთი მარტივი. გაქვს კერძო დაზღვევა, ვერ გახდები საყოველთაოს მონაწილე. არ გაქვს კერძო დაზღვევა, მაშინ შესაბამისად გახდები საყოველთაოს მონაწილე. ამ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, რეალობა შეიცვალა ზოგმა. ვერ იმუშავა ამ მარტივმა მიდგომამ, იმიტომ რომ კვეთდნენ ერთმანეთს. საქმე რაში არის, იცი, ვერ იმუშავა, გეთახმებით 2015 წელს, როდესაც დასრულდა ყველანაირი გარდამავალი პერიოდი, სადაზღვევო ინდუსტრია, სადაზღვევო ზედამხედველობის სამსახურს ჩვენთვის რომ მოეწოდებია გამართული ბაზები, 2015 წელსო გავატარებდით ამ ყველაფერს, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ აი ხაზი მინდა გაუსვა, იყო კი, არა. ახლა არის უფრო მეტად დაზუსტებული, ანუ გამიჯნული ისევ არის, გააქვს კერძო დაზღვევა, ვეღარ მიიღებ საყოველთაოში მონაწილეობას და ეს ლოგიკა იყო სულ 2013 წლიდან დაწყებული. ახლა დაემატა დაზუსტებები. ამ დაზუსტებების საშუალება მოგცა ორმა რაღაცამ. პირველი, მონაცემთა ბაზების ანალიზმა და მეორე, საკუთრივ პროგრამის მიმდინარეობის ანალიზმა, სადაც გამოიკვეთა მიღწევები, გამოიკვეთა გამოწვევები და სწორედ ეს არის უფრო მეტად საჭიროებაზე ორიენტირებული, მაგრამ საყოველთაო ჯანდაცვა. რაც შინაარსით ნიშნავს, რომ სახელმწიფო ქმნის ისეთ სისტემას, რომელიც მოსახლეობის 100%-ს მოიცავს ამა თუ იმ სახის სამედიცინო. ანუ ქვეყანაში არ დარჩება არც ერთი დაუზღვეველი მოქალაქე. იქნებიან ისინი კერძო სისტემაში თუ იქნებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ანუ აი ამ პროგრამებს მიღმა არავინ არ დარჩება? არა, რა თქმა უნდა, არა, მთელი მთავარი კონცეფცია ეს არის, როგორც აქამდე იყო, რომ 2013 წლიდან მოყოლებული, რომ მოსახლეობის 100% იქნება მოცული ამა თუ იმ ტიპის სამედიცინო დახმარებით. ძირითადი ფუნდამენტი ამისი იქნება სახელმწიფო პროგრამები, რომლის ჯამური ბიუჯეტი არის 130 მილიონი და მოიცავს მთელ რიგ მიმართულებებს, დაწყებული ჰეპატიტის მკურნალობა, თირკმლის ჩანაცვლების თერაპია, გართულებული ორსულობების მკურნალობა, ტუბერკულოზი, ინფექციური სნეულებები, ასე შემდეგ. ეს არის ფუნდამენტი, რომელიც უკლებლივ ყველაზე გავრცელდება და დანარჩენზე უკვე შედგენილი სტრატეგიის მიხედვით გადანაწილდება უფრო მეტ საჭიროებებზე ორიენტირებული დახმარებები და სერვისები და არა სტიქიურად, როგორც ხდებოდა, როგორც უნდოდა ზოგიერთ სადაზღვევო კომპანიას, რომ მხოლოდ მათთვის მომგებიანი მოდელის მიხედვით განაწილებული იყო ეს ყველაფერი. ბატონ დავით, ვისაც ჰქონდა კერძო დაზღვევა, აი იმ კი ან არა, რომელზეც თქვენ საუბრობთ 2013 წელს შემოღებულ ფორმულაზე, ამის მიღმაც, ვისაც ჰქონდა კერძო დაზღვევა,
რაღაც შემთხვევებში სახელმწიფო დაზღვევა უნაზღაურებდა მათ მთელ რიგ ხარჯებს. ვისაც აქვს ამიერიდან ექნება კერძო დაზღვევა, მას შეზღუდული ექნება წვდომა სახელმწიფო სერვისებზე თუ საერთოდ აღარ ექნება წვდომა სახელმწიფო სერვისებზე. მოდი ესე ვთქვათ, რომ მე ვესწრები რომ განმარტო პირობითად არა მოსახლეობის კლასიფიკაციისთვის, არამედ ამ პროექტის მართვისათვის ჩვენ შემოვიღეთ ერთგვარი კლასიფიკატორი, რომლის პირველი დაყოფა არის მიზნობრივი და არამიზნობრივი. ხას უსვამ არამიზნობრივი არასაჭიროს არ ნიშნავს. სხვა შინაარსი აქვს ამ შემთხვევაში. მიზნობრივი არის ის, რაც თქვენ უკვე აღწერეთ, სოციალურად დაუცველები, 0-დან 6 წლამდე ბავშვები და ასე შემდეგ. მათ შეეძლებათ მათზე სახელმწიფო გააგრძელებს ზრუნვას, უფრო მეტიც საკმაოდ დიდ ნაწილს გაუჩენს ახალ კომპონენტს ამბულატორიულ მედიკამენტებზე წვდომას და მათ უტოვებს უფლებას, რომ თუ კი მათი ოჯახის წევრი ან დამქირავებელი აუღებს ზედნაშენ პაკეტს, ორივეთი პარალელურად გააგრძელონ სარგებლობა. იგივე პრივილეგია ყველაზე უკლებლივ ვერ გავრცელდება. ენიჭებათ მათ არჩევანი, რომ ან დაიტოვონ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი, რომელიც მათთვის მოდიფიცირებული იქნება და გარკვეული სერვისები შემცირდება, ან თუ ეს მათ არ მოეწონებათ, სახელმწიფო დაეხმარება და კონსულტაციას გაუწევს, რომ ანალოგიური პაკეტი აიღოს, დავუშვათ თვეში 25-27 ლარის ღირებულებით, რომელიც იმის სარყულ სერვისებს დაუფარავს, რასაც უფარავდა საყოველთაო ჯანდაცვა. გასაგებია, რაც შეეხება 40,000 ლარის შემოსავლის მქონეებს, ეს მე გავიგე პრინციპში, მაგრამ მინდა მაყურებელს კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ მაყურებელთან. ეს ეხება კონკრეტულ პირს, მოქალაქეს თუ ეს ეხება ოჯახს? ეს ეხება კონკრეტულ პირს, მოქალაქეს და იყო კითხვები და ვისარგებლებ შემთხვევით, რომ კითხვები იყო რატო 40 და არა 35-ან რაიმე სხვა ციფრი. საქართველოს კანონმდებლობაში დიდი ხანია წლებია არსებობს ასეთ ტიპის გადასახადი, ქონების გადასახადი, რომელსაც იხდიან პიროვნები, ადამიანები, რომლის წლიური შემოსავალი არის 40,000 ლარზე მეტი. და მათი მონაცემთა ბაზები არსებობს. 2013-ში, როდესაც ჩვენ გავმიჯნეთ, თუ გაქვს კერძო ვერ ისარგებლებ საყოველთაოთი, ეს იყო დაშვება, რომ ეს კერძო პაკეტი მქონეები სწორედ მაღალიან საშუალო შემოსავლისანი არიან. ბაზების ანალიზით ჩვენ დავინახეთ, რომ 32,000 ადამიანიდან ინდივიდიდან 20,000 ქონდა კერძო დაზღვევა, ხოლო 10,000-მა გადაწყვიტა, რომ ესარგებლა საყოველთაოთი. ისინი დაბრუნდება, ეს 10,000 შეუერთდება 20,000 და მოექცევენ ერთიანი ლოგიკის ქვეშ. აი მოკლე შინაარსი ეს არის. ბატონ დავით, ცოტა ხნის წინ ბიზნეს ანალიტიკის სტუმრები იყვნენ, ვთქვათ, ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლები, ისინი ამბობენ, რომ 2013 წლიდან ითხოვდნენ მიზნობრივი ჯგუფების დაფინანსებას. ანუ აი ეს შენიშვნები არსებობდა მას იმ დროიდან, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა. დღეს ამ ვთქვათ სისტემაზე გადასვლა ნიშნავს თუ არა, რომ მთელი ეს წლები რაღაც თანხები გაიფლანგა, დაიკარგა, ვთქვათ გადახარჯვა მოხდა და არ იყო მთლად ეს ვთქვათ სწორი მიდგომა. მეტი ფუფუნების უფლება მისცა სახელმწიფომ თავს, ასე მე არ ვიცი კონკრეტულად რომელ ოპოზიციური წარმომადგენლებზე. აი ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო ამ სტუდიის სტუმარი, რომელსაც თქო ზუსტად 2013 წელს თქვიო, რომ დიახ ჩემი მადამერჩევა იქნება, რომ ჩამოყალიბდნენ იქნებ რაღაცნაირად რა, როცა ვიწყებდით საყოველთაო ჯანდაცვას 2013 წელს, ისინი იძახოდნენ, რომ არა, ეს ჩვენ მოვიფიქრეთ საყოველთაო ჯანდაცვა და ყოველ ჩვენი მოდელი იყო აი ეს ეგრეთ წოდებული 5-ლარიანი დაზღვევა. და თქვენ ამას ვერ ამუშავებთ, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი მოფიქრებული. მე აღარ მინდა მთელი რეტროსპექტივა მოვყვე ამისი, მაგრამ და არც ვაპირებ, რომ რამე რეაგირება გავაკეთო, უბრალოდ ჩემი რჩევა, რომ ჩამოყალიბდნენ ერთხელ და სამუდამოდ და მე რო თქვა, რომ ეხლა არის 5:09, ისინი მეტყვიან, რომ მე ამითი საათის გამყიდველებს უზღუდავ ბიზნესს და რახან ვიძახი რომელი საათია. ნუ რაღაც ზომა აქვს რა ყველაფერს ამას. რაც შეეხება სწორად იხარჯებოდა თუ არა ეს თანხები. ყოველ წელს 2013 წლიდან დაწყებული სოფლიო ბანკი და ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაცია ჩვენი თხოვნით აკეთებდა შეფასებას საყოველთაო ჯანდაცვის. პირველი წლის განმავლობაში 2013 წლის ივლისიდან 2014 წლის ივლისამდე, როდესაც სახელმწიფომ 350 მილიონი ლარით მეტი დახარჯა თავისი მოქალაქეების ჯანდაცვაში, საქართველოს
მოსახლეობამ ამით დაზოგა 900 მილიონი ლარი. არა მარტო ის თანხა, რაც ჯიბიდან უნდა გადაეხადათ, არამედ კიდევ უფრო მეტი. ეს არის ერთი მოკლე მაგალითი იმისათვის, რომ დადასტურებულად და ცალსახად ეს არის და გრძელდება როგორც მაღალეფექტური პროექტი, რომელმაც ყველაზე პოზიტიური ან ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური გავლენა იქონია საქართველოს მოსახლეობაზე. არა როგორც სოციალური პროექტი, არამედ თუნდაც როგორც პირდაპირ ინვესტიცია ეკონომიკაში და იგივე პოტენციალური მაგრამ დღეს გადასვლა ხომ შეიძლებოდა რომ თქვა 2014 წელს გადასულიყავით იგივე სისტემაზე, რომელზეც დღეს სხვათა შორის მოწონებაც კი მოხდა. აი, ჩემი ნათქვამი ყურადღებით. ისე არ არის რომ 5-9-ზე შეგედავებიან, ისიც თქვეს რომ ეს კარგია. დიახ. აი, გთხოვთ რომ ყურადღებით მომისმინოთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა იმ სახით, რითაც იყო აგრძელებს თავის მუშაობას. განსხვავება არის ის, რომ თუ 2013 წელს იყო დაშვება, თუ გაქვს კერძო სადაზღვევო პაკეტი, უნდა ვივარაუდოთ, რომ შენ მაღალი ან საშუალო შემოსავალი გაქვს, ეს ვარაუდები ახლა დაზუსტდა. იყო თუ არა ამისი გაკეთება შესაძლებელია ადრე. გიდასტურებთ, რომ იყო, რადგან 2014 წლის 1 სექტემბერს ყველანაირი გარდამავალი პერიოდი დამთავრდა სადაზღვევო ინდუსტრიასთან. ყველანაირი და ჩვენ შეგვეძლო მაშინ რომ მოეწოდებიათ ეს ბაზები გაგვიკეთებია. გთხოვეს კიდე ერთი წელი, ეს დადგა 2015 წლის შემოდგომაზე. ათეულობით გვაქვს ნათხოვნი ამ მონაცემთა ბაზები, მაგრამ მათი ნაწილისთვის ეს იყო მომგებიანი მღრია წყალში თევზის დაჭერა და ამიტომ ბოლომდე გაწელეს ამარ ვაიძულეთ თავრობის გადაწყვეტილების და სანამ საკმაოდ ხისტი ზომები არ მივიღეთ. ასე რომ მე ვერანაირად ვერ მივიღებ ფსევდოოპონენტებისგან ამას, რომ ჩვენც ამას ვიძახოდით. ჩამოყალიბდნენ, არაფერსაც არ იძახოდნენ ამას. პირიქით ხან იძახოდნენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა კარგია და ჩვენ ვაპირებდით ნაციონალები, რომელიღაც მათგანისგან ვეღარ ვიხსენებ. ეხლა იმასაც ვისმენდი, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტს ჩვენ ჩაუყარეთ საფუძველიო 2013 წლის ბოლოს გამოვიდა ეს მედიკამენტი, რომელმაც საშუალება მისცა მთელ მსოფლიოს და განსაკუთრებით საქართველოს და ეს ხალხი იძახის, რომ მათ ჩაუყარეს საფუძველი. იცით რა, ესეთ რაღაცებზე მე ვცდილობ, რომ რეაგირება არ გავაკეთო, ჩემი მოთმინება ძალიან დიდია, მაგრამ შეუზღუდავიც არ არის. კაცაგებია. ბატონ დავით, რამდენიმე შეკითხვა სოციალურ ქსელშიც ისეც მოვისმინე ონკოლოგიურ პაციენტებთან დაკავშირებით. თქვენ მათ რა შეგიძლიათ უთხრათ აი ამ ვთქვათ კორექტირებული საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის ფარგლებში ხომ არ დაიჩაგრებიან ონკოლოგიური პაციენტები? არა ესეთი რა თქმა უნდა არ დაიჩაგრებიან ონკოლოგიური დაავადების ჯგუფი არის ის გარკვეულად სტიგმატიზირებულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ასე ვთქვათ. ამ გარდამავალი ეტაპის განმავლობაში სახელმწიფო თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ არა მარტო დამდგარი შედეგი და მიმდინარე სამკურნალო პროცესების სამკურნალო პერიოდის დაფინანსება გააგრძელოს, მიუხედავად იმისა, გადავა ესა თუ ის ბენეფიციარი რომელიმე ჯგუფიდან რომელიმეში, არამედ მომავალში შეუნარჩუნოს მათ ეს სახელმწიფო მხარდაჭერა. ჩავთვალოთ აი სხვა სიტყვებით, რომ ერთგვარი სახელმწიფო პროგრამის მაგვარიც შეიძლება გახდეს, რომელიც ქიმიოთერაპიას და დაბალი შემოსავლის მოქალაქეებში ქიმიოთერაპია პლუს ჰორმონთერაპიაზე გააკეთებს მხარდაჭერას. ეს მათ იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტს რომელიმე მათთაგანი და ალბათ გადაწყვეტენ, რომ კერძო პაკეტი აიღონ, მათ რისკებს, სადაზღვევო რისკებს იმდენად შეამცირებს, რომ სადაზღვევო პაკეტი არამც თუ გაძვირდება, არამედ წესით კეთილსინდისიერი კომპანიები მას გააიაფებენ კიდევაც, რადგანაც დამდგარი ონკოლოგიური შემთხვევა სადაზღვევოსთვის არის განგაშის სიგნალი, იმიტომ რომ მას პოტენციურად ხარჯები ეძდება. ამაზე პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ ბევრი მიზეზის გამო და იმის გამო, რომ არ მოხდეს მკურნალობის პროცესის შეწყვეტა და არ გაეზარდოს ხარჯები ჩვენ მოქალაქეებს. გასაგებია. დიდი მადლობა ბატონ დავით, იმედი მაქვს აი ამ კორექტირებული სისტემის ამოქმედებისთანავე თუ გამოიკვეთება რაღაც ტიპის ხარვეზები, ჯანდაცვის სამინისტრო თანამშრომლობს აქტიურად ჩვენს არხთან და დამატებითი კითხვებით მოგმართავთ. დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრი იყო ჩვენი სტუმარი. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ეთერში. წანისი ვილა რეზიდენსი წარმოგიდგენთ პრემიუმ კლასის დახურულ საცხოვრებელ კომპლექსს ეკოლოგიურად საუკეთესო ზონა თბილისში. ეს როდესაც პოლიციის და კერძო პირების მანქანები დაიწვა, დაზიანდა და მაღაზიები და ქალაქის ინფრასტრუქტურა ჯარიმები შეუფარდა, სამართლებრივი პროცესი გრძელდება, ოპოზიციის წამქეზებლის როლზე კი ისევ საუბრობენ ხელისუფლებაში ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გაიმეორა ეს. ეკაბესელი კი ამბობს, რომ პარტია ცნობილი ახლა უნდა დაზუსტდეს ამ ჯგუფის რომელი პოლიტიკოსები
იყვნენ ჩართულნი ბათუმის პროცესებში. ამასობაში ლევან ვარშალომიძე აკეთებს განცხადებას, ანუ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები პირიქით პასუხობენ ხელისუფლებას. 5 დღეა კვირიკაშვილი და მისი მთავრობა დაკავებულია იმით, რომ აბრალებს ნაციონალურ მოძრაობას არეულობას. მე მაქვს კითხვა, 5 დღის განმავლობაში რა შვება და რა გააკეთა საერთოდ მთავრობამ. ჩვენ აი ამ მოვლენებს ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებს კვირის ბოლოს ვაჯამებთ ილია ვერძაძესთან ერთად. ის ფრაქცია მაჟორიტარის თავმჯდომარეა, წარმოადგენს ქართულ ოცნებას. ბატონო ილია, გამარჯობა, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. აი ამ დაპირისპირების ფონზე, პოლიტიკური გადაძახილის ფონზე, თავარია რომ ადგილზე ხელისუფლებას არ გამოეპაროს რაიმე რეალური მიზეზი ან სოციალური ხომ არ ქონდა ამ პროტესტს. თქვენ ჩამოყალიბდით, რასთან ქონდა საქმე გასული კვირის ბოლოს და მერე მთელი კვირა ჩვენ ამ თემაზე გვიწევდა საუბარი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ, თქვენ მადლობა. უთმობთ დროს ამ თემებს, თუმცა მე მინდა ორი სიტყვით გითხრათ, თქვათ რა შეიძლება აი კრებითად ითქვას ამ მოვლენებთან დაკავშირებით. პირველი, მე მინდა ვთქვა, რომ 11 მარტის მოვლენებში ხელისუფლება მოვლენების ესკალაციის დაწყებიდან ვიდრე საბოლოო დასრულებამდე იქცეოდა აბსოლუტურად ადეკვატურად და გამოყენებული ზომები იყო პროპორციული იმისით, რა ხდებოდა ქალაქში. მეორე, მე მინდა ვთქვა იმის შესახებ, რომ მოერიდოს უნდა ყველა გამცხადებელი აი ეს განზოგადებას და ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორიც არის გადაიწვა, დარბეული იქნა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ვინც ბათუმი იცის, ან გადამწვარი ბათუმიო, ესეც მოვისმინეთ, მაგრამ გადამწვარი ბათუმი და მე მივდივარ იქითკენ რისი დასკვნის გაკეთებაც მინდა, ეს იყო სულ ერთი ლოკაცია სამმართველოს წინ მიმდებარე ტერიტორია, ალბათ 50-100 მეტრის ფარგლებში და მე ვფიქრობ და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს იმისი, რომ აქ უფრო სხვა ვოროტებაა, ასე ვთქვათ, ჩადებული, იმიტომ რომ ბათუმი არის საკურორტო ქალაქი და ხო არ არის ეს მიმართული იმისკენ, რომ ჩვენს მოსახლეობას მომავალი შემოსავლების რადიუსშიც კი შეიძლება საშინელება იქნეს ჩადენილი. ეს რადიუსით არიზომება სისასტიკე, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მძიმე კადრებს ხედავდით მთელი ღამის განმავლობაში. გასაგებია, მაგრამ მე ზუსტად იმას ვსაუბრობ, რომ განზოგადება და დაფრთხობა ადამიანების თითქოს მთელ ბათუმში მიდიოდა მსგავსი მოქმედებები არის მიმართული იმისკენ, რომ დესტაბილიზაცია და დესტრუქციული ინფორმაცია გავრცელდეს ჩვენ ქალაქთან დაკავშირებით და ინფორმაცია მე ალბათ თქვენთვის უცხო არ იქნება, რომ ალბათ ინტერესდება ბათუმში მიმდინარე მდგომარეობით ალბათ სოფლიოს ყველა კუთხეში ადამიანები. ეს მეორე. და ხსმენიათ ინფორმაცია დავაზუსტებ აქვე, რომ რამდენიმე ჯავშანი გაუქმდა და აი ამ პროცესებთან ერთად იყო ეს თქვათ ნაკლები შემოსვლა ბათუმში ტურისტებს. დიახ, და ამიტომ არის მთავარი, რომ ჩვენ პასუხისმგებლიანმა ადამიანებმა თუ ესეთები არსებობენ, თქვათ ის ვინც განცხადებას აკეთებს მათ რიცხვში, პირველ რიგში უნდა გაუფრთხილდეთ აი ამ იმიჯს, ჩვენ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის და ამ ბათუმის იმიჯს, როგორც საკურორტო ქალაქის, რომელიც უნდა იყოს მშვიდობის და სტაბილურობის სიმბოლო და შემდეგ უნდა ვიფიქროთ იმ პოლიტიკურ დივიდენდებზე თუ ქულებზე. ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება, მე მეცაც გეტყვით, აუცილებლად დადგება პასუხისმგებლობა პოლიტიკურიც და სამართლებრივიც, აუცილებლად დაისჯება ყველა ის კატეგორიულად და კანონისტრული სიმკაცრით, ვინც ბოლო ფაზაში ვთქვათ ეს დესტრუქციას ვიყო ხელი და ვანდალიზმში გადაიზარდა ეს ყველაფერი. ამიტომ არეგების გამოძიების დასრულებამდე რაღაც განსაკუთრებული განცხადებების გაკეთება, მით უფრო ტყუილების საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ აი ვის არეგების, ბატონო ილია, იმიტომ რომ თუ გამოძიების დასრულებამდე არეგების განცხადების გაკეთება, მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლები ამის ღიად საუბრობენ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფზე, რომ მათი მხრიდან იყო ეს წაკითხებული, ორგანიზებული და თქვენ საუბრობთ ამის შესახებ. მაგაზე მეც ვისაუბრებ, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური განცხადება. ეს არის ის, რაც ჩვენ დავინახეთ და ეს არის ის, რასაც ჰქონდა ადგილი იქ. მე პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე იქ ვიყავი, უფრო მეტიც მე ხალხში ვიდექი, ეპიცენტრში ვიყავი და მუდმივი მოლაპარაკება მქონდა ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ერთად. იქ იმყოფებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობით თავმჯდომარესთან ერთად. ჩვენ ერთი წუთითაც არ დაგვიტოვებია ტერიტორია და მუდმივად ვაწარმოებდით მოლაპარაკებას როგორც ოჯახის წევრებთან,
ასევე სამართალდამცავებთან და ვცდილობდით რომ მოგვეგვარებინა ის პრობლემა, რის გამოც მოხდა ეს ღელვარება, ანუ დაკავებული ადამიანები გაგვენთავისუფლებინა, რასაც მივახციეთ კიდეც. ამასთან დაკავშირებით ვითაც ვრცელდება, ასე თქვა და არასწორი ინფორმაცია, აქ პატარა ნიუანსი არის იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ითქვა, რომ 9 საათიო და რატომ 2 საათში გამოვიდნენ ეს ადამიანები. გარწმუნებთ, რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო და 9 საათში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ამას აღსრულებას, რა თქმა უნდა, ჭირდებოდა დრო. მე უფრო სხვა რამეზე გავამახვილებდი ყურადღებას. თქვენს ერთ-ერთ განცხადებაში წერთ, რომ იმდენი რაოდენობის ქვა არ შეიძლება ყოფილიყო ადგილზე თუ მოტანილი არ იქნებოდა და ასე შემდეგ. კომარებით იყო მიტანილი. ცნობილია ჯგუფი, რომელმაც ორგანიზება მოახდინა ამ ტომრების, მოლოტოვის კოქტეილების. აი, სწორედ მაგაზია საუბარი, დიანა, რომ ჩვენ საუბრობთ უბრალოდ მხოლოდ იმ ფაქტებით, რაც ხილული იყო. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ როცა ჯგუფი მოემართებოდა სამმართველოსკენ, მას მოუძღოდა წინ, ვთქვათ, ნაციონალური პარტიის წარმომადგენლები. როცა აი ვინ მაგალითად კონკრეტულად მირდად ქამადაძე იყო გუშინ ჩვენს ეთერში სტუმრად და ის ამბობს, რომ ჩვენ ყველანიო იქ ვიყავითო, დეპუტატები, პოლიტიკოსები და ვითარების განმუხტვას ვცდილობდითო. ვითარების განმუხტვას თუ ცდილობდნენ, ვთქვათ, ჩვენ ერთად ვიყავით იქ, როცა ინფორმაცია მივაწოდეთ და უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მოლაპარაკებაში ჩართული იყო ოპოზიციის წარმომადგენელი ელგუჯა ბაგრატიონი, მამ მშვენივრად გაიგონა იქ ჩვენი საუბარი, რაზე იყო საუბარი, რომ ჩვენ შევთანხმდით და პირობა მივიღეთ 9 საათში დაკავებულების განთავისუფლების. აქ საუბარია სამმართველოსთან, ხალხი როცა გადმოინასვლა ეგრეთ წოდებული პლაზას მიმდებარე ტერიტორიიდან, იმ ადამიანებს მოუძღოდა ეს ხალხი წინ და ეუბნებოდნენ ალბათ და ან მოყვებოდნენ ყოველ შემთხვევაში. ეს არის ფაქტი და ეს დავინახეთ ყველამ და ეს გამოჩნდა კადრებში. ჩვენ ამიტომ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებას. ჩვენ ვიცით, რომ იქ მობილიზება ხდებოდა. მობილიზება ჰაერზე არ ხდება, იქ ხვების მიტანას ორგანიზება გაუკეთდა. რატო გამწარდა ეს სიტუაცია და რატო წამოვიდა ისრები საპირისპირო მიმართულებით? მე არ ვიცი ესეთი გამწვავების საფუძველი რა შეიძლება იყოს. ხომ არ ფიქრობენ ვიღაცეები, ვთქვათ, რომ გამოძიება, ვთქვათ, მიდის უკვე ლოგიკურ დასასრულამდე და პრევენციის სახით აკეთებენ რაღაც განცხადებას. ეს არის ძალიან საინტერესო. გამოძიება გამოკვეთს უკვე და ეს თქვენი პოლიტიკური განცხადებები კი არ იქნება, არამედ სამართლებრივად დადასტურებული იქნება, რომ მათი მხრიდან იყო ორგანიზებული პროცესი? ამას გამოძიება იტყვის. იმიტომ ვამბობთ ჩვენ პოლიტიკური განცხადების დონეზე, დიანა. მე მესმის თქვენი ჟურნალისტების, რა თქმა უნდა, მე იმ პარტიებისაც მესმის, რომელსაც დღის წესრიგი აქვს, რომ ისრები გადაიტანოს სხვაგან, მაგრამ მოღალატეების ძახილი მთელი 20 წელი და ამის იქით ძალიან მცირე რაოდენობის, მცირე შემთხვევებში მიდის პროცესი ბოლომდე. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ სამართლებრივი სივრცე არის და სისტემა არის ისე აწყობილი, რომ როცა დასაბუთებული არგუმენტი ან ფაქტი არ აქვს, საბოლოოდ რა თქმა უნდა განცხადებას და გადაწყვეტილებას და ვთქვათ არ დადგება შედეგი, მაგრამ არსებობს ადამიანები, ვარსებობთ ჩვენ, რომლებიც პროცესში მონაწილეობდით, რომლებმაც აი მე პირადად როცა მივაწოდეთ ინფორმაცია ადამიანებს, რომ 9 საათში განთავისუფლებოდნენ დაკავებულები, მაშინ გამწვავდა პროცესი, მაშინ წამოვიდა და ქვების წვიმა სამმართველოს მიმართულებით. მაშინ დაიწყეს ყვირილი ცალკეულმა ადამიანებმა, რომ აღარ გვაინტერესებს დაკავებულებიო. ეს არ შეიძლება სპონტანურად რომ მომხდარიყო. ეს არ შეიძლება რომ ისე მომხდარიყო ორგანიზების გარეშე. შენარჩუნება, მუხტის და დესტრუქციის შენარჩუნება იყო იქ თვალხილული და ვის მიერ იყო ეს ორგანიზებული, მაშინ უნდა გაემიჯნოს ის ადამიანები ამას და არ უნდა მოუწოდოს კიდევ და კიდევ თქვათ ესკალაციისკენ, არ უნდა მოუწოდოს მუდმივი დაპირისპირებისკენ, არ უნდა თქვა რომ სხვასაც არ უნდა გადააბრალოს, მით უმეტეს თუ პირველ დღეს იცოდა რომ ჩვენი ბრალი არ იყო, მესამე დღეს რატო ამბობს რომ ხელისუფლებამ გააკეთა? ანუ ილია, თქვენი ხელისუფლების, ქართული ოცნების, მთავრობის წევრების განმარტებები ეფუძნება მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებებს, ანუ ვთქვათ, ზეპირად რაზეც ისინი საუბრობდნენ, ახსენეს სოლიდარობის აქცია და რამდენიმე განცხადება, მხოლოდ ამაზე დაყრდნობით აკეთებ თქვენ ამ ტიპის პოლიტიკურ შეფასებას, რომ ისინი იყვნენ წამხეზებლები, ორგანიზატორები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, პოლიტიკური განცხადებები არის ეს, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებდით პირველივე წუთიდან ოჯახის წევრებთან მოლაპარაკება წარმოებდა. მუდმივი კონტაქტი იყო საზღვარგარეთ მყოფ თავმჯდომარესთან, მთავრობის თავმჯდომარესთან, რომელიც დილის 5 საათზე ჩამოფრინდა ტრაბზონში და იქედან ჩარტერული რეისით 6 საათისკენ დაბრუნდა ბათუმში. ეგრევე დავიწყეთ საგანგებო თათბირი ჩატარდა ეგრევე. მანამდე უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც ასევე მუდმივ კავშირზე იყო, ესაუბრებოდა მინისტრის მოადგილეს და ჩვენ ამ პროცესში, მუდმივ პროცესში
ვაგვარებდით თითქოს სიტუაციას, რომელიც განუწყვეტლივ იჭრებოდა და საპირისპირო ქმედებები ხორციელდებოდა ცალკეული ჯგუფების მხრიდან. წარმოიდგინეთ თქვენ თითქმის დარწმუნებული და მე თანხმობა განმიცხადეს ჩემს მეგობრებთან ერთად, გაგვიცხადეს ოჯახის წევრებმა თანხმობა და სწორედ მაშინ დაიწყო ქვების სროლა გარკვეულმა ჯგუფმა, რომელსაც ვიღაცეები მოუწოდებდნენ ამისკენ, რომლებიც თვითონ ყვიროდნენ, რომ არანაირი შერიგება არ გვაინტერესებს ჩვენ დაკავებულები, გადადგეს ის, გვაქვს კიდე მოთხოვნები და გადაზრდა მიდიოდა პროცესის მოუწესრიგებელ და ქაოსურ მოქმედებებში. ეს იყო, რა თქმა უნდა, ამ დროს ხელი შვერის მიღმა თქვენ ამ პროცესმა რა დაგანახათ ზოგადად ბათუმის მოვლენებმა? იქ ხომ პროტესტი პირველი ნაწილი ამ პროტესტის ყველა ამბობს, რომ იყო მართლა რაღაც რეალური საფუძვლების და შემდეგ გადაიზარდა ის ორგანიზებულ, ასე ვთქვათ, სწორედ იმ გადაზრდის. აი ეს რა გასწავლათ? თვითკრიტიკული რამდენად ხართ ამ პროცესის მიმართ და ფიქრობ თუ არა რომ იქ ადგილზე არის მთელი რიგი ხარვეზები, რამაც შეიძლება მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვიოს. ანუ ნაციონალურ მოძრაობაზე რომ არ ვისაუბროთ. კი ბატონო, არ ვისაუბროთ ნაციონალურ მოძრაობაზე, ვისაუბროთ იმაზე, რომ ესეთი პროცესი, უკმაყოფილების, ვთქვათ, პროცესი მუდმივად არის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ადამიანები ვარღვევთ, მერე ჯარიმდებით, ყველა ჩვენთანგანს ვინც მძღოლია, გადაუხდია გარკვეული ტიპის გადასახადი და ჯარიმა, ეს ერთი მომენტი და ერთი პრობლემა. არის კიდევ, რა თქმა უნდა, სხვა სახის პრობლემები, რომლებიც შეიძლება, რა თქმა უნდა, ბუნებრივად ჰქონდეს მოსახლეობას, მაგრამ რომლებიც აი ესეთ მასობრივ სტიქიურ ქმედებებში არ გადაიზრდება მოწოდების გარეშე, ლიდერის გარეშე, აქტიური ჩართვის გარეშე. ალბათ იცით თქვენ და არანაკლებ გამოცდილება გაქვთ საქართველოს უახლეს ისტორიიდან დიანა, რომ მსგავს პროცესებს აუცილებლად ჭირდება კვება იდეოლოგიურიც, ფინანსურიც და ფიზიკურიც და აი ამ კვებაზეა საუბარი. ეს მოხდა ჩვენთვის გაუგებარი გარემოებიდან გამომდინარე და აქედან გამომდინარე საუბრობთ ჩვენ, რომ არ უნდა მომხდარიყო ეს ჩვენს ქალაქში და არ უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელსაც თუ ის აცხადებს და უყვარს თავისი ქალაქი, ისეთი ქმედება, რომელიც აისახება თავის თანამოქალაქეებზე და ქვეყანაზე უახლეს მომავალში და პირდაპირ დაარტყავს მათ შემოსავალს. აი ეს არის მთავარი, თორე ლოკალურად, რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემები ხდება და ბევრი პრობლემა გვარდება. არ არის, არც ისე არის დღის წესრიგი ამ ქვეყანაში, როგორც საუბრობს ზოგიერთი ტელევიზია და ზოგიერთი პოლიტიკოსი. ჩვენ ძალიან ბევრ პრობლემებსაც ვაგვარებთ და ბევრ საკითხზეც მუშაობთ. ბევრი ადამიანი მოდის ჩვენთან და ბევრი საკითხი გვარდება. ეს არის სამართლებრივად როგორ გაგრძელდება პროცესი, ხომ? რომ სამართლებრივი, ესე ვთქვათ, შედეგს ველოდებით აი ამ პროცესისგან, რომელიც მიდის ახლა სასამართლოში და სამართალდამცავ სტრუქტურებში. დიდი მადლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ქართული ოცნება მაჟორიტარების თავმჯდომარე ილია ვერძაძე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. დღეს დასრულდა ჩვენი დღის ამბები 4-ზე, დასრულდა დღის ამბები სამუშაო კვირა. მე გემშვიდობებით ორშაბათამდე. საღამოს კი უყურეთ ინგა გრიგოლიას რეაქციას, რომელიც 7 საათზე დაიწყება. მისი სტუმარი იქნება ვიცე-პრემიერი კახი კალაძე. პირველ ნაწილში, მეორე ნაწილში ასევე ძალიან საინტერესო თემა ნარკოპოლიტიკა როგორია ქვეყანაში, ის ხომ არის გარკვეულად სადამსჯელო, ასე ვთქვათ, ფუნქციის მქონე. მოკეთ, დარჩით TV პირველზე, ვიყურეთ, მე კი ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით ორშაბათს 2 საათზე. ნახვამდის.